კი, აგვისტოს ომი მართლაც აი თანამედროვე საქართველოს ყველაზე ტრაგიკული გამოცდილება, მძიმე გამოცდილება და საზოგადოება რაზეც თანხმდება მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული დღემდე ეს არის სწორედ როგორ ავიცილოთ ამ რუსული ოკუპაციის შედეგები, სავალალო შედეგები და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მე მოვახმარე გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არ არის მარტო ამბროსი ხელაიას სიტყვები. ეს არის ამ ქვეყნის გზა მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მოყოლებული, ხო? და იცით რა, ვისაც ამაში ეჭვეპარება მან უნდა გადაიკითხოს კარგად ივან ჯავახიშვილის 1918 წელს გამოცემული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ წიგნი და თუ ცოტა ერთულება იქ, იმიტომ რომ სტატისტიკაზე ალაპარაკი ბევრი მონაცემია, რა ვიცი, რომელერთ აჯანყებაზე არ არის საუბარი, მაშინ კეთილი ინებოს და ყავს შენ ძალიან სანდო ავტორები მწერლები და იმათ მოусმინო, ხო? ერთ-ერთი მაგალითად ოთარ ჭილაძეა, რომელიც წერს, რომ მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 5 წუთიც კი არ ყოფილა, რომელ 20 წელიწადზე საუბრობენ. 5 წუთიც კი არ ყოფილა რუსეთი საქართველოს მეგობარი, იმიტომ რომ და სხვაშორის იქ ძალიან კარგად ყოფს ოთარ ჭილაძე ერთმანეთისგან პიროვნებები რომ პოულობენ ერთმანეთს, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ახალგაზრდა და ზვიადაურის ქვეყანა ვართ და სხვა ქვეყანაშიც არიან ასეთი ადამიანები, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესი, რუსეთის სახელმწიფოს ინტერესი არასოდეს არ ყოფილა სხვა, თუ არა ის, რომ ჩაეყლაპა მართლა ეს ქვეყანა. არავით არის რუსოფობია არ არის, ეს არის რეალობა და მთელი ჩვენი ისტორია არის აი ამისგან თავდახსნის ძალიან რთული გზა. სხვათა შორის მე როგორც ვთქვათ ჩვეულებრივ რიგით ადამიანს იცით რა შემჭირდება გადაწყვეტილების მიღება და ძალაუფლება და ხელისუფლება მჭირდება იმაში რომ მან ჩემს ქვეყანას უპოვოს სანდო ძლიერი პარტნიორები, იმიტომ რომ არ ეშინია რუსეთს ჩვენნაირ პატარა ქვეყნის და ამიტომაც არ ასრულებს სხვათა შორის აი 2008 წლის 12 აგვისტოს დღევანდელ დღეს რომ ის 6 პუნქტიანი საერთაშორისო შეთანხმებას ხელი მოაწერა იმის პირობად. ამიტომ ჩემთვის ჩემი მთავარი ამოცანა, რასაც მე ვუსახავ ხელისუფლებას, ეს არის სწორედ, რომ მან ისეთი პარტნიორები შეარჩიოს ამ ქვეყნისთვის და ისეთ პარტნიორებთან იყოს, ეს არის ევროატლანტიკური ასპირაცია, თუ რა ვიცი, ევროპული გზა ჩვენი და ისინი რომ ამბობენ პროპაგანდისტები, რომ ევროპა თვითმიზანი კი არ არის ევროპა, არის ჩვენი მთავარი ეროვნული მიზნის შესრულებისთვის აუცილებელი და ერთადერთი გზა. ერთადერთი ვარკეთი. რომ ქართულად ილაპარაკონ ადამიანებმა, ქართული ენა გადარჩეს, რომ ჩვენი რელიგიურობის ეს ქართული ფორმა ქრისტიანობის გადარჩეს და არსებობდეს ავთენტურად, რომ ქართველობა გადარჩეს, გამრავლდეს და გაიხაროს ამ ქვეყანაზე. არ არსებობს სივრცე ისეთი როგორც არის ევროკავშირი, სადაც პატარა ისე დაცული იყოს როგორც იქ არის. აი, მცირე ქვია, რაოდენობრივად მცირე ქვია. სხვა შორის თუ რამე შეგვიძლია აფხაზებს და ოსებს შევთავაზოთ, სწორედ ეგეც არის. აფხაზური ენა, აფხაზი ხალხი გაქრება, აორცქლდება საერთოდ, შეერწყება იმ რუსეთს, არ დარჩება არაფერი. მხოლოდ ევროკავშირში მყოფ საქართველოსთან ყოფნა არის მათთვის გამოსავალი და ეს ქართველებისთვის ასე, ხო, მცირე რიცხოვანი ხალხებისთვის უკეთესი სივრცე არ არსებობს. და წარმოიდგინეთ, სხვა შორის, აი, რაც შეეხება შიდა სივრცეს ერთადერთი წარმატებული გზა რუსული ჭაობისგან თავის დაღწევის იყო სწორედ განათლების გზა. ილია აი ეს ქვეყანა აქცია დამოუკიდებელ საქართველოს სწორედ იმით, რომ სკოლები, ბიბლიოთეკები და წარმოდიეთ 1,200,000 იყო დაახლოებით აი მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოს მოსახლეობა 1,500,000-მდე გახდა მერე და აი ამ 1,200,000 მოსახლეობაში ამ ტერიტორიაზე დაახლოებით
1500 წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ თვით ორგანიზებადი ადგილობრივი ორგანიზაცია არსებობდა. ეს იყო ბირთვი, რამაც ეს ქვეყანა მართლა რაზეც დგას ეს ქვეყანა. ამ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობა სხვა არაფერი არ იყო, თუ არა ის, რომ მართლა ამ რუსული ოკუპაციიდან მოეყვანა ქვეყანა. ამოეყვანა კონკრეტული მაგალითებით, რომლებსაც კი არ საუბრობენ ისინი, რომლებიც ჩვენი გამოცდილებაა მართლა. აი, 46 ურემი ქართული ხელნაწერების და საეკლესიო განძის რო შეკრიბეს ქუთაისიდან წამოიღეს თბილისში, სიონის ეზოში შემოიტანეს ოქრო და ძვირფასი ქვები, აცალეს იმას და დანარჩენი დაწყეს ხელნაწერები. იმიტომ რომ ის უსარგებლო იყო მათთვის და ეს ყველაფერი აღწერილი აქვს იმ ადამიანის აღმოჩენის ივან ჯავახიშვილის წიგნში, სწორედ ამას ეყრდნობა ეს ზაქარია ჭიჭინაძის და სხვების მონაცხრობს და ამიტომაც არის ჩვენთვის ის ისტორიული მოცემულობა, რაზეც ჭილაძე, ამბროს ხელაია, ჯავახიშვილი და ბევრი სხვა საუბრობს. ამის შეცვლა და დღეს გავიხსენოთ ილორს რუსულ ხალხს ადგამენ. აფხაზეთში ქართულ წარწერებს ასუშვებიან რუსები უშვებიან იმას მათ შორის, ხო? ანუ არაფერი არ შეცვლა ამ კუთხით, თუ მართლმადიდებლობაზე როცა საუბრობენ ხოლმე, სწორედ ამ ქართულ მართლმადიდებელ ტრადიციას ანადგურებდა რუსეთი მთელი მე-19 საუკუნე. ქართულ ქრისტიანობის ქართულ სტილს, ხო? ანადგურებდა, ათეთრებდა და იგივე საკეთებს ახლა. სადაც ხელი მიუწვდება, აფხაზეთში ხელი მიუწვდება. რა თქმა უნდა. და ხათშორის ეს მისი ბუნება საერთოდ არ შეცვლილა, იმიტომ რომ რასაც ჭილაძე, რასაც ივანე ჯავახიშვილი აღწერდა, რასაც ამბროსი ხელაია ყვებოდა მაშინ პატარა საქართველოს წინააღმდეგ, რასაც აკეთებდა, ზუსტად იმავეს იმეორებს 50 მილიონიანი უკრაინის წინააღმდეგ, ხო? 2022 წლის თებერვალში პირდაპირ გამოაცხადა, რომ არ არსებობს უკრაინული სახელმწიფო. ამ მხრივ უკრაინელმა კიდევ უფრო ძიმე დღეებიც გაიარეს, იმიტომ რომ რუსები მაინც ყოველთვის აღიარებდნენ ქართველები, ეთნიკურად ქართველები არიან, ყოფდნენ ჩვენ ქართველებად, იმერლებად, კახელებად, რა არ ყოფდნენ, მაგრამ მაინც ხვები არიან და უკრაინელების შემთხვევაში მათი ამოცანა იყო, რომ ისინი გამხდარიყვნენ, ისინი არიან რუსები. ამიტომ თუ კი ჩვენ გქონდა შესაძლებლობა ძალიან შეზღუდული, ხო და ცნობილი ისტორიებია, ცენზორები როგორ ანადგურებდნენ, მაგრამ ქართული გაზეთი, ქართული ჟურნალი ქონოდა უკრაინულად სიტყვის დაბეჭდა იყო აკრძალული და ბევრი ეძახის ხოლმე, აბა სად არის უკრაინელი მწერალი, უკრაინელი ლიტერატორი, სიტყვის დაბეჭდა იყო აკრძალული. უკრაინელები აი ეს ბოლომდე უნდათ რომ გაენადგურებინათ, მაგრამ ვერ გაანადგურეს. ვერც ქართველები ვერ გაანადგურეს. ვერც ქართველები ვერ გაანადგურეს, ხათაშვილის ესეც სულ მიცი როგორ კი დიდი ძალისხმევით მოვიპოვეთ, იმიტომ რომ თქვენ რომ ნახოთ მასში პეტერბურგში საიმპერატორო კანცელარიაში გაგზავნილი წერილები 1811 წელს, 12 წელს ქუთაისიდან, თბილისიდან. იქ სათითაოდ არის აღრიცხული, რა, აი მაგალითად ჩემი საყვარელი მაგალითია, ტყით სარგებლობის წესი შემოვიღეთ რუსულად და ამით ქართული ენის ყველა სფერო უკვე ათვისებულია, ხო? ეს ასე არ ყოფილა, რომ აი მივცემთ მაგათ უფლებას. პირიქით, რომერა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და 60-იანელები მართლა მიაღწევდნენ ამას და არ შეიძლება ამაზე ასე ხელაღებით ხელაღებით კი არ ვიცი რა ქვია ამაზე. და ხმასა ხელაღებით უცოდინრობით აქ დღეს გიორგიევსკის ტრაქტატზე რაც მოვისმენთ, მაგრამ აქ ამ ცდელობა აშკარა ამოცვლა ნაციონალური ამ დღეებში, მაგრამ ეგ არის. სხვა შორის არ მეგონა თუ ეს ცდელობები ჩვენ ეპოქაში არსებობდნენ, მაგრამ არსებობს ნაციონალური ამბის. რა არის ჩვენ ნაციონალური ამბი? აი ილია ჭავჭავაძე ვახსენეთ, ხო? მისი ამ თაობის აღწერილი არის, ხო, ეს რომ ჩვენ ვართ აი ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი. ვართ ქართველები, ლაპარაკობთ ამ ენაზე, ჩვენ მეგრელები, ქართველები, რა ვიცი, როგორც იყოფოდა რუსეთის იმპერიის მიერ ეს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი, ილია ჭავჭავაძე ხო რასწრებს, რომ ქართველო რო დაიძახებო, ხო? ქართველი თუ გამოგზახებს ერთ და კახელი თუ შემოატრიალებს თავის მძიმე კისერს, სხვა არავინ არ გიპასუხებს. აქედან დაიწყო ხალხმა ბრძოლა. აი ამ უმძიმეს რეალობიდან და რატო იყო რომ სამეგრელოს ჩავიდა და სამეგრელოს ჩამოვიდა საქართველოს ნახეო იძახდა, ხო? ილია ჭავჭავაძე. ეს რისკი იყო, ეს იყო ამოცანა. ამბროს ხელაერ ასე ბრძოდა. სამეგრელოში და აფხაზეთში იყო მიტროპოლიტი მაშინ. იქ როგორ უნდათ გარუსება, როგორ უნდათ რომ ქართულად წირვალოცვა აღარ ყოფილიყო. ხო, აი ეს ამოცვაში, აი ამ შედეგების, აი ნაციონალური ამბის შეცვლა.
გამოცხა შეცვლა რა, ეხლა რა საკეთებ ხო შეცვლა არის. რომ გეუბნები რომ შენ 2 საუკუნე რაზეც ასაკეთებ რომ ამას ებრძვი, ეს არ არის შენი ამბავი. შენი ამბავი არის სხვა რამე. შესაძლებელია? არა, შეუძლებელია. შეუძლებელია ბატონმა ყაველაშვილმა და მე არის რომ ჩამოაყალოთ, ავეცი, ბოლო დეპუტატის ჩათვლით, აი მათ შეცვალონ ამბროს ხელაია, ილია ჭავჭავაძე, ივანე ჯავახიშვილი, ჭილაძე და რა ვიცი, ბოლო ქართველები. ეს არის შეუძლებელი ამოცანა ნამდვილად. მაგრამ აქ არის მეორე სწორედ, რომ ის შიდა შეჭიდულობა, რაც მაშინაც იყო განათლება და ახლაც არის განათლება, ხო? რუს სწორედ ეს ყველაზე მეტად რუსეთის იმპერიის ჭიდება, რომ ჩვენ ვიყოთ დაუცველები. ჩვენ არ შეგვეძლოს ჩვენი, რა ვიცი მე, ბუნებრივი კატასტროფების მართვა, ჩვენ არ შეგვეძლოს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მართვა და ვიყოთ მასზე დამოკიდებული, ხო? და ამისი სხვა გზა გარდა განათლებისა არ არსებობს. ზუსტად ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს. ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს ნიშნავს სწორედ იმას, რაც მე-19 საუკუნეში რასაც ნიშნავდა, რომ ახლა სხვა დროა და ფუტკრისგან უნდა ვისწავლოთ დროც შესაფერი შრომა. ზუსტად ახლაც ასევე უნდა ვისწავლოთ ეს დროც შესაფერი შრომა ფუტკრისგან. ეს არის პირველ რიგში განათლება, რომელიც ჩვენ მართლა გვჭირდება იმისთვის, რომ გადავრჩეთ ამ გარემოში. აი ასეთ მტრულ გარემოში ამდენი, რა ვიცი, ბუნებრივი თუ ხელოვნური თუ პოლიტიკური კატასტროფების გარემოში, ხო? და არა ამის რაღაცა ერთი ხელის მოსმის განადგურებით, როგორც ახლა აკეთებენ. ხო, წარმოიდგინეთ, აი დღეს გამოქვეყნდა სხვათა შორის კვლევა ლევანტიელიძის პროფესორის, რომელმაც ყველაზე დიდი მყინვარი აღწერა და სულ აი მილიმეტრებში აჩვენა, რომ გადნა ის ყინული 40%-მდე და 40,000 კვადრატული მეტრის ფართობის გლაციალური ტბაში იქნა მის ადგილას, ხო? იმისთვის, რომ გადავრჩეთ, გვჭირდება მეცნიერება და არა ის რაღაცა ბიზნესისთვის საჭირო იაფიანი მუშახელი. გვჭირდება მეცნიერება, გვჭირდება განათლება. რომლებიც შექმნიან უფრო დიდ ბიზნესს, მათ შორის თუ ამ სიტყვებით შეხედოთ, ხო? ანუ მათ იქნება ბეტი ფული. მათი ცოდნა იქნება მოთხოვნად, მათ ამ ცოდნისთვის ფულს გადაუხდიან კიდევ. და არა ის რომ დავტოვოთ და ჩავკეტოთ ეს რაღაცას პატარა. და არა თქვათ აი როგორც მაგათაც წელს გააკეთეს, ხო, წელს ხელოვნურად შექმნეს დეფიციტები. დარგებზე, მიმართულებებზე, ხელოვნურად მოხდა ამ ყველაფრის კონცენტრაცია, იმიტომ რომ სხვაგან გააუქმეს. შემოიღეს რაღაც სრულიად ისეთი წესი, რომელიც არ არსებობს არსად. აი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ხო? ამ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი თვითონვე დაარღვიეს. შეუცვალეს სათაური. და ბაზრის კვლევა, რომელ ბაზრის, აი ისეთი ყველა მიცის, რომ არის აი ჩვენთან საქართველოში მართლაც აი ეკონომიკური განათლების ყველაზე კარგი სკოლა. აი ისეთში არ არსებობს კურსდამთავრებული, რომელიც არ არის სპეციალობის მიხედვით დასაკამებული. ჩვენ არც გაგვეკეთებია ეკონომიკის პროგრამა, იმიტომ რომ თვლით, რომ არ აქვს ისეთი რესურსი, რომ თქვა აი იმის სტოლი იყოს და ამიტომ აზრი არ ქონდა. წარმოიდგინეთ, რომ პირველ კურსზე რომ შედის აი ესეთი სტუდენტი, ის დაბედებული ყავს რომელიმე კომპანიას, ქართულს ან უცხოელს. აი ესეც 45% შეუმცირეს მიღება. რომელმა ბაზრის დავანებოთ ილიას უნივერსიტეტთან, რომელმა ბაზრის კვლევამ თქვა ეგ, რომ აი ესეთი სტუდენტი კურსდამთავრებული არ გვჭირდება. წარმოუდგენელი. ეს მგონია რომ ხანდახან მგონია რომ მთელი ხედვა რაღაც აბსოლუტურად ერთი შეხედვით ავლეს რომ ვითომ ხედვა აქვს და ახინჯი ხედვა აქვს, მაგრამ ასეთ შემთხვევებში რომ ნახოთ. მითხარით, ხედვას კი არა, ხედავთ რომ რაღაც არ ვიცი როგორ დაწერეს ეს რიცხვები, უბრალოდ ვის რამდენი მიღება უნდა ქონოდა. იცით რა, აი ახლა განათლების ფესტივალზე დავდიოდით მთელი საქართველოს მასშტაბით და უბრალოდ მართლა გაოგონებული ვარ, იცით რომ ესენი აცხადებენ, რომ ჩვენ ავაშენებთ ახალ კამპუსს და ურთულესი ლაბორატორიებისთვის და წარმოიდგინეთ უზურგეთის რაიონის სოფელ მიხაურში. ჩემი სოფელია და ვიყავით ამ განათლების ფესტივალზე და უძველესი საბავშვო ბაღია. ექნებით აყაშუმა კურიკულუმები მაშინდელი, აი იმას ვალერიან გუნიას თხოვდა, რომ პარიზიდან გამომიგზავნე და აქ ვიჯერ სოფელში. წარმოიდგინეთ უძველესი ბაღია, რომელიც არ დაკეტილა ჩაბნელებულ 90-იან წლებშიც კი. და
იო გავგეშდით და ეს საერთოდ სახურავია რა საშინელებაა ისეთი რა ხდება მე ვიკითხე და იცით რა შარშან გურიაში თითოეულობა იყო მაშინ ჩაინგრა ეს სახურავი და დაკეტილი ეს ბაღი და აი ოზურგეთშიან სადღაც ხალხსაფლებში უნდა იარო წარმოგიდგენთ ბავშვთან ბაღი რო ვერ გადახურა ის მიმტკიცებს რომ თურმე ეს შენობები უნდა გაყიდოს და მე თვითონ ააშენებს უკეთეს ურთულესი ლაბორატორიებისთვის ბავშვთა ბაღი ვერ გადახურა და დანარჩენები თვითონ რაც გამოაქვეყნოთ და წავიდნენ და ნახონ რამდენი ასეთი სკოლა და ბაღი აუშვა ბავშვები სწავლობენ 3 რიგად 2 რიგად ხოლო და ეს როგორ მოქმედებს სულებში სწავლა სკოლები არის დაანგრეული და ვერ ააშენეს ბაღები დაანგრიეს და ვერ ააშენეს და რომელიც დაინგრა სტიქიამ რო დაანგრია ის ვერ გადახურეს და ამტკიცებენ რომ აი ამას რო გავყიდით მაშინ ავაშენებთ საზღვრებს წარმოუდგენელია აზობა ძალიან დიდი ხალხი ნინო წარმატებები ილიას უნივერსიტეტს წარწმუნებული ვარ ბევრი კარგი სტუდენტი გეყოლებათ მიუხედავად ამ შემცირებებისა და იდეა იმისა რომ უნივერსიტეტი უნდა გადარჩეს მე ვხედავ ჩვენში ამ ძალასა და ენერგიას ამას აუცილებლად მოვახერხებთ იმიტომ რომ ეს არ არის არც ჩემი არც ეს არის მომავლის საქმე და ამას ვერავინ წინ ვერ გადაუდგება ისევე როგორც ვერ შეცვლის იმ ილია ჭავჭავაძის ამბროსი ხელაიას გზას ვერავინ ასე გაივლის წნები და ჩვენ ამ პერიოდს გავიხსენებთ მეც წარწმუნებული ვარ ამაში შეიძლება ოპტიმისტი ვარ მეც და თქვენც აშკარად მაგრამ იცით რა რაღაც არის რაც მეც ჯერა რომ არ შეიცვლება და გაივლის წნები და გადავხედავთ ამ პერიოდს შევხედავთ შორიდან ამ პერიოდს და რაღაცას კიდევ უფრო საშინელს შეიძლება დავინახოთ ვიდრე ახლა გრძნობდეთ იმიტომ რომ ეს იქნება წარსული აუცილებლად იქნება ეს წარსული ეს ვერ იქნება ქართველების მუდმივი